ჩემი პირადად ბავშვებს და ვეყოლებიან პანალიფიელები ჩვენი. ისე როგორც წინა წლებში წელსაციკო თბილისის მე ძალიან მაგარი მომავლისა მე მარტი გაერთიანებული ერეები და 100 ადამიანმა 100 ადამიანიდან 7-მა ხარ თუ დაუჭერენ. თუ იქნება აქაც თქვენს შეზღუდვა. ისე იქნება გოგას თქვენთვის და ისე რომ გამოიყენო. არ ვარ თანხმობრივი. ვიცი თავისუფლად დიდებული ადამიანებისთვის ხდება კარგი რაღაცები და აი ამბები ხდება. აუნის სინდრომის სოფლიო დღე არის. მე ჩვენ ვსტუმრობთ პარლამენტარები, მინისტრი, ჯანდაცვის წარმომადგენლები, ადამიანები, ვინც ამ საკითხებზე მუშაობს. ქველმოქმედები იყვნენ, რომლებმაც ეს ოთახი და ყველაფერი ეს სივრცე მოაწყეს და საკურველია. ეს ის დღეა, როდესაც კიდევ ერთხელ უნდა მოვაგონოთ საზოგადოებას, რომ ეს ჩვენი თანამოქალაქეები, ესეთი მშვენიერი ადამიანები, ესეთი თბილები, ესეთი ჭკვიანები, ესეთი ნიჭიერები არსებობენ და მათ ჭირდებათ მოვლა, მეტი სითბო ჭირდება მათაც, ისევე როგორც მათ შეუძლიათ გამოხატონ და აი დღეს აემის დემონსტრირება მოხდა. სტუმრები ყავთ ასევე ხაშურის დღის ცენტრიდან, იქიდანაც ჩამოვიდნენ ბავშვები. აქ დახვდნენ თბილისელი, საბურთალოზე ვართ ახლა დღეს, მაგრამ აი აქ ჩუღურეთშიც აქვს ამათ ესეთივე დღის ცენტრი. მოკლედ დიდი სტუმრიანობაა დღეს, დიდი მხიარულებაა აქ, ხედავთ ბავშვები ხატავენ უფროსებთან ერთად და მე ვფიქრობ განსაკუთრებული მადლობა უნდა უთხრათ პედაგოგებს, ასწავლებლებს, მშობლებს, დედებს განსაკუთრებით და კიდევ ერთხელ მოვაგონოთ ჩვენ საზოგადოებას, რომ მეტი ყურადღება ამ ხალხისადმი საჭირო. რასაკვირველია, ბევრი გააკეთა ძალიან ჯანდაცვის სამინისტრომ ამ მიმართულებით და საინტერესო გეგმები და აზრები აქ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც და დღეს ძალიან სიღრმისეულად ვილაპარაკეთ.